პირველს უკლია 25 წუთი. აა, დღეს მეორე ცვლა ვარ და ესე იგი დღეს არის ნახო ერთი რიცხვი. აა, აჰა, 1 მაისია მეგობრებო. ხო და პირველ რიგში მინდა სალომეს გავცე პასუხი შეკითხვაზე რა კოქტეილი გავუკეთე ფულის ხეს რომ გითხრა. გონი ჩვეულებრივად ესეთი კოქტეილი გაამართლებს, ანუ რაც მე ვთქვი, ეს არის ბანანის ქერქი, ვაშლის ნაბძქვენი, სტაფილოს ნაბძქვენი, მოკლედ აი ესეთი მიქსი. უბრალოდ რაიმე ჭურჭელში ან ბოთლში, აი პლასტმასის ბოთლში შეგვიძლია, ანუ ჩვეულებრივი რაღაცა ვთქვათ, ლიმონადს ან რამე მინერალს დალებთ, ხო, დაიცლება უნდა გადააგდოთ, ხო? აი იქ ჩადებთ ამას, ანუ პატარა პირიკი აქვს, მაგრამ როგორღაც ტენი ხომ ესე ვთქვათ, ამას ნარჩენებს და მერე წყალს ვასხავებ და დგავს. აუცილებლად უნდა იყოს ცოტა ხანი ნადგამი, ანუ და სასურველია საღამოს საათებში წყლის დასხმა, საერთოდ ესეთი წყლის დასხმა. და მე როგორც დავაკვირდი, ანუ კომბინირებული უნდა იყოს. ცოტას ამას რო დაასხავ, მერე ჩვეულებრივი ნადგამი წყალი უნდა დაასხა. ახლა მაგალითად ფულის ხეს ხშირად, ძალიან ხშირად არ უყვარს წყლის დასხმა, თუმცა მე ახლა ვასხავდი ხოლმე, როცა მახსენდებოდა რა, ასე ვთქვათ, მახსენდებოდა იმ ფონზე რომ მუშაობ, მოვდივარ, ამდენ რაღაც საქმეს ვაკეთებ და მოკლედ ახლაც საქმე მაქვს, ჭურჭელი მაქვს გაზარեցხი. ხო, დარჩენილი მაქვს და სხვათა შორის ხო, ჯერ დავასრულო აზრი, ეს სული ჩვევა მაქვს, ხტები ესე თემიდან თემაზე. ხო და კარგი იქნება ესეთი იმითი, ანუ სიხშირით თუ როგორ ვთქვათ, დაასხა ხოლმე წყალი, ანუ ერთხელ რო ვთქვათ ამ კოქტეილს დაასხავ, მეორე, მესამე დღეს დაასხა ჩვეულებრივი წყალი და ცოტ-ცოტა, არ უნდა ბევრი, უბრალოდ უნდა აკონტროლო, რომ თვითონ ნიადაგი იყოს ნოტიო რა, არ უნდა იყოს გამომშრალი რა, მოკლედ. ხო, მე მაგალითად ახლა მეზობრმა მითხრა კიდევ კვერცხის ნაჭუჭებიც კარგია. ხა ზოგი ამბობს რომ სოფლის კვერცხი, მე თუ მკითხავთ კვერცხია, იმაშიც არის ეს კალციის შემცველობა, ჩვეულებრივი ანუ ფაბრიკების კვერცხები და რომ გამოიყენებთ კვერცხს, ესე უნდა დაჭრიტოთ ეს ნაჭუჭები და მოაფრქვიოთ, ასე ვთქვათ, ძირზე. ხო, კიდე ყავაც შეგიძლიათ, მაგრამ ყავა ყველა მცენარეს მე მგონი არ უხდება. მაგის ექსპერიმენტსაც ჩავატარებ და ნახოთ მე ხომ მიყვარს ყავა და თან ნალექიანი. უნალექო არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის იმდენ გადამუშავებას და იმას ექვემდებარება, მოკლედ და ნალექიანი კიდე ახლა მე მაგალითად როცა მაქვს საშუალება მივდივარ ხოლმე ბარონში და მე თვითონ ვაფქვევინებ ან იქ დაფქული აქვს ხოლმე რა. ხო. რაც შეეხება წინა ვიდეოს, ასე ვთქვათ, თხოვნის ვიდეო, რომ ესე ვთქვათ, ჩავწერე სესხით, რომ მინდოდა თანხა. სამწუხაროდ არავინ არ შემეხმიანა, არავის არ გამოუთქვამს სურვილი როგვერთში დავდგომოდა მე და სოსოს, გარდა ერთი ადამიანისა, ეს არის ფიქრია, რომელმაც ალბათ რაც ქონდა ის ჩაგვირიცხა 3 ლარი. არ იფიქროს, ახლა ფიქრობ რომ რახან 3 ლარია და რახან ცოტა, ამას უკან არ დავაბრუნებ, აუცილებლად უკან გადავრიცხავ ეს იმაში მობაილ ბანკში ხო არის, ანუ სახელი გვარი ეწერება. დიდი მადლობა. მართალია როგორც კი ჩაირიცხა ეგრევე მისი საბანკო ბარათისის ჩამომაჭრა. მოკლედ არაფერი არ ჩარიცხულა, არაფერი არ შეხვიანები არავინ, რომ აი გასესხებ და ესე და ისე და მოკლედ თან ვიღაცამ დამიწერა კომენტარი
მე მაპატიეთ ახლა თუ რაღაცა ცუდად არ იყო დაწერილი, მაგრამ ჩემი ინტუიციით და ჩემი ასე ვთქვათ, აი წინათგრძნობა თუ როგორ ვთქვა რა, მოკლედ არ მომეწონა ეს ერთი და იგივე ადამიანის სამჯერ დაწერილი კომენტარი. ერთხელ იყო ესე რომ დავეხმაროთ გადასახადების გადახდაშიო, თან სახელის დაუშნოება სამჯერ სხვადასხვა სახელით მომართვა. ჯერ ერთი ვინც არ მიცნობთ, მე მქვია მადლენა. ესე მიწერია დაბადების მოწმობაშიც და პირადობაშიც მადლენა ჭელიძე ვარ. ხო და მადის უბრალოდ შემოკლებით და მადის არხი, ანუ მადის ლაიფ ბლოგი იმიტომ დავარქვი, რომ ანუ ჩემი ნაცავი მაგალითად მეძახდა ხოლმე მადის და მეც ნუ ასე ვთქვათ ხო და დაქალი იყო ერთი, რომელიც ესე ის მედის მეძახდა, მედი. ანუ მადლენას შემოკლებული ვარიანტი არის, ნუ ცხოვრად თუ შევხედავთ, ახლა ამერიკულ ფილმებშიც ხშირად ალბათ მოსმენილი გექნებათ, მადლენას იშვიათად ეძახიან, მართლა ვისაც მადლენა ქვია, მედის ეძახიან, მედი. ხო და ნუ მე დავირქვი, ესე ვთქვათ, შემოკლებითი სახელი მადი. ისე მქვია მადლენა. ხო, ჩემს სახელთან დაკავშირებით ძველ ვიდეოში მაქვს ლაპარაკი, ანუ თქვი რომ ეს არის ნატლია ჩემის სახელი, რომელიც არის დედაჩემის დაქალი და თითქმის ბავშვობიდან, ანუ 15-16 წლიდან რა ერთად სწავლობდნენ თოიძეში, მერე ნატლია ჩემმა გააგრძელა სწავლა აკადემიაში. სამხატვრო აკადემია დაამთავრა, დედა გათხოვდა, ოჯახი შექმნა და ასე შემდეგ და ანუ დღემდე მეგობრობენ და ნატლია ჩემი, ანუ მომნათლა და ანუ დავიბადე, დედამ დამარხვა მისი სახელი. ხო, ასე რომ ნუ ეს ცნობილი ფაქტია საერთოდ სახელს როცა ცდილობს ადამიანი რომ დაამახინჯოს ან არასწორად წარმოთქვას რაღაცა, ვითომ რაღაცა უფრო ნუ ეს ფსიქოლოგიაში გავრცელებული ფაქტია. ეს არის რაღაცა ცინიზმი უფრო. ნუ მოკლედ წავშალე ეს კომენტარი, იმიტომ რომ ძალიან ესე არ მესიამოვნა, მოდით პირდაპირ გეტყვით, არ მესიამოვნა. თან იცით რა არის ყველაზე სამწუხარო? ის რომ მე არ მიხსენებია გადასახადები, გადასახადების ასე ვთქვათ, დრო რომ მოვა გადასახადების მაქვს იმის საშუალება, რომ მე ის გადასახადები გადავიხადო. უბრალოდ ეს ერთი თვე, ანუ ხელფასი მქონდა ეხლახანს, ანუ გავისტუმრე ვალები, რა თქმა უნდა, ჩამოვარიგე და ფაქტიურად რომ არაფერი არ დამრჩა და ასეთი ცვლილება გადავწყვიტე სამსახურთან დაკავშირებით. ამაზე მქონდა საუბარი, რომ ანუ თვიდან თვემდე სანამ ანუ ავიღებდი ხელფასს და თან კიდევ ახალ სამსახურში მოკლედ ალბათ მიმიხვდებით რაზე მაქვს საუბარი, დრო ხო უნდა ეხლა ვინ გაძლევს დაიწყებ თუ არა ახალ სამსახურს, ეგრევე ვინ გადაგიხდის ხო ხელფასს არავინ. ხო და აქედან გამომდინარე თან რომ ვთქვი, რომ ამ მარკეტში, სადაც მე ყოველდღიური ანუ საარსებოს პური იქნებოდა, ის შაქარი იქნებოდა, ანუ ელემენტარული რა, რასაც ვიღებდი ხოლმე. მაპატიეთ. ასე ვთქვათ, ნისიაზე, ხო? ამ მაღაზიის გამყიდველთან რომ მომივიდა ესეთი უთანხმოება, მოდით ასე ვთქვათ, ძალიან ხშირად მაბულინგებდა, ვითვენდი და ბოლოს უკვე მოთმინების ფიალა ამევსო და იცით რა არის, ამბობს ადამიანი, რომ პატივს გცემ და გეხმარები და ამავდროულად გამცირებს. იცით, ძალიან ცუდი მომენტია და მე ხა თავმოყარება მაგ ამბავში ახლა რამდენჯერ დავთმე, მოდით ასე ვთქვათ, შვილის გამო, რომ მეთქი პური მქონდეს, რაღაცა იყოს, იმიტომ რომ მე ძირითადად ხო გავდივარ სამსახურში ვარ, ნახევარი დღე ვარ სამსახურში და ბავშვი როცა მარტოა სახლში, სჭირდება ხო რაღაცას ვუტოვებ, სადღაც ვუმზადებ, ვუტოვებ და მივდივარ. ხო და აქედან გამომდინარე ყოველდღიური ახლა ძალიან კარგად იცის ყველამ ძალიან კარგად იცის ყოველდღიურად რომ რაიმე
ელემენტარული, მე არ ვამბობ შემწარმოხრაკულები და რაღაცა ელემენტარულიც რომ მოამზადო რამხელა ის უნდა ხო? ანუ და ჩვენ კიდე აი რასაც ქვია მართლა ჩემი ასე ვთქვათ გონივრული ესე თავს შევიკებ გონივრულობით და იმითი პრაქტიკიდან გამომდინარე ვაკეთებ ისე რომ ანუ გამოვდივართ მინიმალურში, მაგრამ ეს მარკეტი თვითონ ძვირიც არის. ანუ თქვათ დაუშვათ მე რო ხა თანხა მქონდეს და სადაც მე ვმუშაობ იმ მაღაზიაში ახლა ფასდაკლებებით რო ვისარგებლო და რაღაცა შევიძინო, გაცილებით იოლად გამოვალ, მაგრამ ნუ ასე დაალაგდა ეს მდგომარეობა და მოკლედ აა ეხლა ჩამოვეხსენი, მოდით ასე ვთქვათ, აი ამ საქმთან აი ზუსტად ეზოდან გავდივართ და ეგრევე იქვეა რა ეს კერძო მარკეტი, კერძო ხო, კერძო პრინციპში ნუ ხო რა, პატარა მარკეტები როა რა მაგას ვამბობ. ხო და უფროსი არ მინახე ამ მარკეტის, ძალიან მქონდა დიდი სურვილი რომ მენახა და ასე ვთქვათ, მასთან პირადად მოვლაპარაკებოდი, აი თვიდან თვემდე რაღაცა ხო, ეხლა რომ დაგჭირდება ადამიანს 1000 რამე გჭირდება და კვების გარდა კიდე 1000 რამეა რაღაცა, მაგალითად ახლა საერცხლის ფხვნილი არა მაქვს და აა ხელფასზე რომ ვიყიდე ფერი სამლარად ძმები როა გეცოდნებათ მაღაზია იმითი რეცხავს არ ეცხს იმიტომ რომ მჭირდება სამსახურში მივდივარ მოკლედ გჭირდება სისუფთავე გჭირდება და ამდენი აი რო არ დავიწყოთ ახლა რო არ დავწვრილმანდე ამ ყველაფერზე რა ჭირდება ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში მიხვდებით ხო რაზე მაქვს საუბარი და აქ არ იყო არაფერი ლაპარაკი იმაზე რომ რაღაცა გადასახადები მქონდა გადასახდელი ანუ ელემენტარული ყოველდღიური არსებობის თანხაზე იყო საუბარი, რომ ესესხებინა ვინმეს და მე ხელფასზე ჩავასესხებდი. თან ამ თვეში ან მოკლედ განცხადება უკვე დაწერილი მაქვს სამსახურში 2 კვირა მეკუთვნის მუშაობა, ზუსტად 2 კვირის თავზე მიწევს ახალ იმაში გადასვლა და შესაბამისად იმისი ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული რუსულად რო ქვია რაშოტი ხო ანუ რომ მოდიხარ ჩაგერიცხება ხო ჩვეულებრივად ის თანხა და ის თანხა რაც ჩამერიცხება ამ 2 არა 2 კი არა დაჟიც თითქმის 3 კვირის ნამუშევარი რა უკლია ერთ თვეს ხო ანუ ეს წავიდოდა გადასახადებში ვალის ასე ვთქვათ გასტუმრებაშიც და მოკლედ რა ესეთი ამბები. ანუ ელემენტარული ყოველდღიური არსებობისთვის და ახლა რა ხდება ჩვენ ცხოვრებაში რა, ჩემი და სოსოს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა ძალიან დავიძაბე, ძალიან განვიცდიდი, იმიტომ რომ ჩემებსაც არ აქვთ ახლა მე კი ვთქვი რომ ვერ ვაწუხებთ. ვერ ვაწუხებ კი არა. ხო, ნუ ვერ ვაწუხებ, იმიტომ რომ არა აქვთ, მათაც არ აქვთ და ახლა თავისთვის ძლივს რაღაცას იმაშვებიან და ახლა მე კიდევ მოკლედ. ხო და სოსოს დაბადების დღისთვის ჩემო პატარა დამ ბევრს გეცოდინებათ ჩემი პატარა და რომელსაც ვიდეო ის აქვს მოკლედ YouTube არხი აქვს უბრალოდ კარგი ხანია არ ჩაუწერი არაფერი იმიტომ რომ პატარები იყოს რა მოკლედ არ ძალიან მაგრამ შეგვკვირდა რომ აუცილებლად გააგრძელებს ხო და ჩაურიცხა 100 ლარი საჩუქრისთვის რა ანუ დაბადების დღის საჩუქრად 5 მაისს აქვს დაბადების დღე სოსოს, მაგრამ ჩაურიცხა ახლა ალბათ არ ვფიქრობ რომ შეიძლება ვიდეო ნახათ ხო ან რაღაც მოკლედ თავის ასეთ დაკავებულ ცხოვრებაში კიდე თუ ახერხებს ჩემი ვიდეოების ყურებას თუ ნახულობ ახლა ამ ვიდეოს დიდი მადლობა ნინო და მოკლედ სოსოს ვთხოვე რომ მეთქი სოსო მეთქი ხო მასესხებ თქო რა ნუ მასესხებ რა ჩვენთვის არის ისე ხო ხო და მოკლედ ასე ვთქვათ გაეცინა სოსოს რა თქმა უნდა და ის თანხა ანუ 100 ლარი რომელიც სოსოსთვის არის განკუთვნილი საჩუქრისთვის ნუ მოგვიწია რა რომ ესე ვთქვათ ამ დღეებში ესე რაღაცა გამოვიყენოთ და თან ცუდი ის არის რომ მე ბიულეტინი რომ ავიღებ ბიულეტინი მაქვს ფასიანი ისე მткиოდა ფეხი რომ ვერ წავედი ინსიშორეზე ანუ წერეთელზეა მოკლედ ის ევექსი თუ რა ქვია მოკლედ ეს რაც ჩვენ სამსახურს ეკუთვნის და
იქ მექნებოდა რა თქმა უნდა უფასო, მე ესე ვთვლი რა ვიცი, მაგრამ გამოკვლევებდა რაცა არის რაღაცა პროცენტი, რომ თვითონ ის გიფარავს და მოკლედ დანარჩენი ჩემი გადასახადია. მაგრამ მე რო თან ვიცოდი, რომ მოყვებოდა ამას ეს ანალიზები და მთელი ამბები და ისა და ესა და მოკლედ რო ვიცოდი, რომ არ მქონდა ამის საშუალება, გადავდი, მოდით ასე ვთქვათ რა, ეს იქ წასვლა და ფიზიკურადაც მიჭირდა ამ სიშორეზე წასვლა. მოკლედ ჩემ ექიმს, აი ბავშვობიდან რომ ყავს ექიმი, უბრალოდ დაჟე თქვენ წარმოიდგინეთ 21 საუკუნეში, რომ არ არის იმის საშუალება, რომ ანუ როცა ადამიანი, აი ვთქვათ, ავათხარ, ხო? და ფიზიკურად არ შეგიძლია, ვთქვათ, მიხვიდე დანიშნულების ადგილზე, ხო? არ არის ის მექანიზმი, რომ როგორღაც ანეთი მიმოვიდეს, ну თუ საშუალება რა გაგვიძლია, თორე ეხლა ფული მქონდეს ექიმისაც მოიყვან სახში და ყველაფერი მოგვარებადია. მოკლედ დავურეკე და თხოვე რომ ესეთი აუხსენი რა ჩემი სიმპტომები რაღაცა და აი ესე გავახსენე ბიულეტინი და გადასახადი ჯერ არ გადამიხდია, ანუ გადასახდელი მაქვს 40 ლარი ღირს ბიულეტინი. ხო და მოკლედ იქ 40 ლარი, მე 100 ლარი დანახა 40 ლარის ბიულეტენში, იმაზე მე ხო 60 ლარი კი ვიცით ყველა დღეს რეისობით რომ ფული აღარ არის, ძალა არ აქვს. რამოდენიმე დასახელებას რაღაცას იყიდი, ისე გავარდება 20-25 ლარი, ვითომ არც ყოფილა 20-25 ეს კიდე მინიმალურს გეუბნებით. მოკლედ ესეთი ამბები ახლა ძალიან ბევრს არ მივყვე. ძალიან რა ვთქვათ, რომ ხო ნაწყენი ვარ, აი ძალიან ისე გაოგნებული უფრო ვარ, იმიტომ რომ რატომღაც მეგონა, რომ ახლა ჩემზე გაჭირვებული არ ამგონია ახლა, რომ რა ვიცი, მე ყველას ხელი მოგიმართოთ და შესაძლებლობა მოგცეთ და რაღაც, მაგრამ ვერ მივხვდი უბრალოდ რა, რომ არც იყო აი ელემენტარული რომ შეგეხმიანოს ადამიანი და აი ვთქვათ, არ ვიცი, აი ვერ პოულობ სიტყვებს, ხვდებით, რომ რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, რომ სესხით ვერ ისე ადამიანს ვერ დაეხმარო. მე ხო არ ვარ ვიღაცა ის რაღაცა ტიქტოკერი, მე მაპატიეთ და მეძავეები, რომლებიც მართლა მაყურებლების კმაყოფაზე ცხოვრობენ და ეს, ხო? მე როცა ცხოვრებაში რაღაცა სრთული პერიოდი მქონია, მithქვამს, ხო? მე ისე ახლა დროს სატარებლად და კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის არასოდეს არავისთვის არაფერი არ მithოვია. ელემენტარული საარსებოზე რომ არის საუბარი, აი ეს არის რა, მოკლედ ამაზე კიდე თავში ვილაპარაკებ ახლა. თან ცოტა ამოვრეცხო ესენი, თორე დროც გადის. აი ესე შევამოწმო, მუშაობს თუ არა. ხო, და კიდე რა მინდა ვთქვა. ძალიან შეცვლილია ხალხი კი. ხალხი არის ძალიან შეცვლილი. რა გაგებით? მოდით პირდაპირ ვიტყვი, გაბოროტების იმაზეა ზღვარზე მისული ხალხი უკვე. აი ხო ვიძახი რა ცხოვრებაში ერთადერთი რასაც ღმერთს ხშირად ვაწუხებდი, იმისთვის რომ ღმერთო უნდა არ გამაბოროტოთ ხო რა და მოკლედ ყველაზე ძალიან მაგისი მეშინოდა ყოველთვის, რომ აი არ გავბოროტებულიყავი და აი რაღაცა ისეთი ცივი ადამიანების მიმართ არ გავხდარიყავი რა, აი მაგისი მეშინოდა, იმიტომ რომ მე უფრო მქონდა მიზეზები გაბოროტების, იმიტომ რომ იმდენად აი შენ როგორ ვთქვათ, სიკეთესაც რომ იყენებენ მოკლედ. ხო, და კიდე ესეთი რაღაცა დავაფიქსირე. ახლა ისეთ ადგილზე მუშაობ, ხო, სამსახურზე გამახსენდა ახლა. მაშინ
ერთ-ერთი ჩვენი მაყურებელი იყო ასე ვთქვათ ჩვენ მაღაზიაში ბოდიში თუ ვიყურებ ახლა სახელიც არ მიკითხავს ისე როცა სამუშაო პროცესში ვარ საერთოდ თუ როცა ანუ ადამიანს ხვდები ნაცნობს ხო იმისთვისაც არა მაქვს ის რომ დავლაგდე და რაღაცა ის ეთიკური მომენტებიც კი მოვაგვარო იმიტომ რომ იქ ვარ სამუშაო პროცესში და მოკლედ ეგეთი ამბები ხო ძალიან გამიხარდა და მოგიკითხავ აქედან მოკლედ ხო ჯერჯერობით მან ვმუშაობ ანუ ორი კვირა ვიმუშავებ მე უკვე ასე ვთქვათ მომხმარებლის სახით გამომწერიც ვერ ვნახავს იმიტომ რომ ისეთ სამსახურია რომ იქ ასე წინ არ იქნება რა ხალხი და ესე ვთქვათ ხო მოკლედ რატო გადაწყვიტავ ადამიანი როცა რაღაცა 900 ლარი ხელფასი და იცით სრულად რო არ ჩაგერიცხება ხო სამწუხაროა არ ყოფნის არაფერზე არ ყოფნის მეგობრებო ელემენტარული აი არ ვიცი ანგარიში ხო იცით ახლა ყველამ ხო 260 ლარსო კრედიტს გადაიხდი დენს რომელიც ახლა შეადგენს 400 ლარს 500 იყო 100 ლარი გადავიხადე მეთქი სულ არაფერს არ გათიშონ თქო ახლა ეს უნდა დავფარო სრულად რაც დარჩა იმიტომ რომ ახლა დათბება და მოკლედ ხარჯი ნაკლებიც იქნება და ხო ბოლომდე არ გაირკვა იმიტომ რომ მრიცხველი რო შემიცვალეს მარტო მრიცხველი არა ახლა იმათმა ეთყობა ვერ გაიგეს აქ მრიცხველზე არ იყო საუბარი აქ იყო აი მრიცხველიდან წამოსული ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული კაბელის გაურკვეველი მართულებით გამოყენება რა ის ანუ მრიცხველიდან უკვე რომ მოდის რა კაბელი თორემ მრიცხველს რა უნდა ჭირდეს მე არ ვიცი იქ ბოკლონზე იკეტება და ვის მიუწვდება ხელი ხო ეს გამორიცხულია რაც არალოგიკური ის იყო მოკლედ შემოწმება ნუ ჩათვალეს რომ შეიძლება მრიცხველი იყო დაზიანებული და მაგითო შეცვალეს ხო ნუ მოკლედ ეს დენის ანუ 260 ეს დენის 100 მარკეტში კიდე 300-400 ლარი ყოველთვე სადა რა უნდა დარჩეს რაღაცა მოკლედ ხო ხდებით და სტრესი მაქვს ასე ვთქვათ რომ აი ცხოვრობ ხო თვიდან თვემდე მიდის ეს ცხოვრება გარბის წლები დრო და ცხოვრება გინდა მაგრამ ვერ ვგზნობ თან ცხოვრება რაც ასვიძახი აი ჩემი შვილისთვის ხო ვერ მოვიგდე თანხა რომ ფიქსშიც კი რომ მოვახერხო და რამოდენიმე თვე მაინც ვატარო ან სპორტზე ან რაღაც ან ექსკურსიებს გამოვაკლდით ყველაფერს ვაკლდებით რატო ფინანსების გამო არა იმიტომ რომ არ უნდა ბავშვი ან რა მოკლედ ძალიან ბევრ სირთულეს ქმნის ეს ეკონომიური მდგომარეობა რა ფინანსები რა ხო მოკლედ ესეთი ამბები და ამიტომ არ ყოფნის და გადავწყვიტე სხვა სამსახური მეძებნა და დიდება უფალს რომ არის ესეთი და არიან კარგი ადამიანებიც მარტო ის არ არის რომ ვიძახოთ რომ და ხალხი ესე და ისე და ერთმანეთს არიან ჯერ კიდევ მეც წყალობით შემორჩა ადამიანები და აი ხო ვამბობ აი ადამიანურობა კარგება და გეტყვით რატომ იკარგება ეს არ არის მარტო ასე ვთქვათ სოციალური პრობლემა ეს არ არის მარტო ეკონომიური პრობლემა ხალხს ოდითგანვე ცოტა ხანი გავთიშო ხალხს ოდითგანვე უჭირდა და ყველაფერი მაგრამ არ ბოროტდებოდა და მარტო გაჭირვებას არ შეიძლება დააბრალო ის რომ აი არ გაქვს საშუალება და რატომ მე რომ მიჭირს ისე მე მგონი რა ვიცი ერთეულები ვართ რა ესე ვისაც ესე გვაქვს საქმე რომ რა თქმა უნდა ვინც დამოუკიდებლად ცხოვრობთ ნათესავების და მათ
დახმარების გარეშე, ხო? ანუ სრულიად დამოუკიდებლად ქალი რომ ახერხებ, გადასახადებსაც იხდი, იმასაც, ამასაც, მოკლედ ყველაფერს რომ უკეთებ ამ ორგანიზებას, ხო? ეხლა ვისაც მეუღლე ყავს და გვერდში მდგომი ყავს და დამლაპარაკებელი ყავს, რომ აი ისა და ფინანსურადაც შეეშველება რაღაცა სხვა არის. ეს სხვა ეს არის. მაგრამ როცა ხარ მარტო, ხო, და გიწევს ყველაფრის შენ გაკეთება, ეს ძალიან განსხვავდება ხა იმისგან. ახლა ნათესავი, ერთი ნათესავი მაინც რომ ხელს შეგაშველებს ყოველთვიურად ცოტა მაინც ან ვიღაცა რაღაცა მოკლედ აქვს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხო და მოკლედ რას ვამბობდი? გაბოროტებასთან დაკავშირებით, ხო? მე მგონია რომ საკვებში იმდენი დანამატებია წყალშიც, ჰაერშიც, მოკლედ იმდენი ის არის გაჯერებულია, რომ ადამიანი გახდა როგორც ამ სიტყვის გამოყენება არ შეიძლება YouTube-ზე, მაგრამ მიხვდებით, რასაც გულისხმობ, დამოკიდებული რა, მოკლედ ხვდებით ხო რაზეა და დამოკიდებულებაზე ვიძახი, როგორც მოდი რუსულ სიტყვას ვიხმარ კოჭიკებს რომ ხო, აი როგორც ამაზე დამოკიდებული, ისე არიან ამ ნივთიერებებზე და ანუ ეს იწვევს მოკლედ დარღვევას რა. ფსიქოლოგიური, ფსიქოლოგიური ყველანაირი ორგანიზმის ამდენი ონკოლოგიური დაავადება საიდან? ჰაერიდან, ხო, ეს სიტყვის მასალა ჰაერიდან, ხო? პირდაპირ მნიშვნელობითაც რო ვიგულისხმოთ, ჰაერიც საკვებიც ყველაფერში უკვე რაღაცა არის ეს ამდენი დანამატები, ამდენი ვინმე კითხულობს, რასაც უხსია მოყვანილი, ბოსტნეული არა ისა მოკლედ. ჯერ მთელი ქიმიის ის მეთქი ხო ვიძახი ყველა შეფუთვაზე და აი ხელა ის არის ჩამონათვალი, ჯერ ამდენ რაღაცას ვიღებს ორგანიზმი, მოკლედ. მიხვდით ხო რატო? ანუ ეს ქმნის ამ ყველაფერს ადამიანს უთრგუნავს ბუნებრიობას, ბუნებრივ განწყობას, ხასიათებს უფუჭებს, სპობს ორგანიზმს, მოდით პირდაპირ ესე ვთქვათ. და შესაბამისად ახლა სხეული რომ ესეთ მას სტრესს განიცდის და ესეც უდად არის როგორ იქნება ხასიათი, ხო? თავისთავად ვერ იქნება ვერანაირად. ახლა მე მაგალითად ჩემ მეთოდებით ვებრძვი ამ ყველაფერს ის რომ ჯერ ერთი არ ვარ ძალიან დიდი ასე ვთქვათ მომხმარებელი იქიდან გამომდინარე გვიჭირს და ეკონომიურად რომ ვიკვებებით აქედანაც არის ეს მომენტი არის კიდე ის რომ მცენარეების ანუ ჩვეულებრივ უბრალო მცენარეებს მოდი ესე დავარქვევ მინდორში რო იზრდება ვიყენებ ეს არის პიტნა, ეს არის გვირილა და ასე შემდეგ. მედიტაციის მუსიკას ვთავ ყოველ ღამე მაქვს ფონად, ასე ვთქვათ, მიდის რომ ეს განკურნების ისინი რა ჰერცები, მოკლედ ესენი 1-2 დღე იყო არ ჩავთე და აი ვიგრძენი, მართლა ვიგრძენი. ეს ამდენი უხილავი ტალღები მობილური ქსელების იმისი ამის მოკლედ ყველაფერი მოქმედებს მეგობრებო და რა დავაფიქსირე ხო სამსახურში ესეთი რაღაცა დავაფიქსირე არა ერთხელ ხა ყოველდღე რომ მუშაობ ხო ხედავ ხა მომხმარებლებს უყურებ მუშაობ აქეთ იქით რაღაცა და როცა პატარა ბავშვები შემოდიან და ახლა ბავშვს როგორ არ უნდა მიეფერო ხო რაღაცა ან თვალებში მაინც უნდა გეტყობოდეს რომ აი თვალებს უნდა ეღივებოდეს რომ ხედავს პატარას ხო ანგელოზიკებს პატარა საყვარელ ბავშვებს და რამდენჯერ დამიფიქსირებია აი რიგში მდგომი ადამიანების სახეები აი ესე რომ უყურებენ ამ ბავშვებს და აი ესეთი აი იცით როგორ შევშფოთდი პირველად რომ შევამჩნიე ესეთი რაღაცა და დასკვნა გავაკეთე ის რომ თითქოს რაღაცა აღიზიანებთ ამ ადამიანებს რომ მე რომ თან მით უმეტეს ხა რომ დაინახავ ბავშვს და მე რაღაცას ეტყვი ხო თან აკეთებ საკმაოდ ისეთი აი ცივი დამოკიდებულება არ ვიცი ეს საიდან მოდის რატომ გეგონება არ უხარიათ ვინები არიან ეს ადამიანები რატო არ უნდა უხაროდეთ რომ ქართველები ასე თუ ისე მრავლდებით ხო რატო არ უნდა გიხაროდეს
ისეთია თქვა მე ხშირად გამიგია ესეთი რამ. თავარია ბავშვიო დაიბადოსო ეს იყო იცით სად მგონი გინეკოლოგის ნათქვამი იყო ბავშვი არ შეიძლება ანუ არაფერი მოშორება და რაღაცა უნდა დაიბადოს ღმერთი თავის სას მისცემსო რა ხო და არის ხოლმე რომ არ მაქვს საშუალება და მაგიტო არ გავაჩენ და რაღაცა აი ეს არის როგორი მოდით რუსულ სიტყვას ვიხმარ ადგამორკა რა რომ თვითონ არ სურს და უბრალოდ მიზეზობს რა ხო მოკლედ მაშინ არც მე დავიბადებოდი არც თქვენ დაიბადებოდეთ იმიტომ რომ არავის არ ქონია აწყობილი და დაწყობილი ესეთი ცხოვრება რომ მაგის იმითი გაეჩინეთ დედებს ნუ მოკლედ ხო ეს ჩვენი დემოგრაფიული პრობლემა ხო ძალიან ხშირია კიდე რუსულენოვანი ანუ და არ მარტო რუსული უკრაინელები გათხოვილები არიან აქ ქართველებზე და მრავლდებიან ესეც მახარებს რატომაც არა მე რა გენია ის ქართულად ისაუბრებს ის ქართულ მოკლედ კარგით მოდით მე ჯობია აი ხო ხედავთ ლაპარაკს და საქმეს ერთად ვერ ვახერხებ ერთადერთი აი სიტყვას უჩვენებ სამსახურში უკვე გადაცდა პირველ საათს და ეხლა უკვე მართლა უნდა ვიჩქარო და მოკლედ ესეთი ამბები მადლობა ფიქრია მადლობა რომ რაღაცა ყურადღება მაინც გამოიჩინე აი სესხი რა ხო მაგრამ ასე არა არ ვიცი მეგობრებო ტელევიზორს არ ვუყურებ რაღაცა ისე ყურის მოყვრით რაღაცეები გავიგე ისევ და ისევ იმას იუთუბერებისგან რაღაცა რო ხდება და ისე მაგრამ არ ვიცი რა ხდება სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ რა ვიცი უკვე ჩემო დამაც თქვა ვანდამ რომ ხალხიო ისეა უკვე გაბოროტებულიო თუ როგორ თქვა შეცვლილიო რა სპეკულირებს და манипуლირებსო სხვადასხვა თემებით რომ რაღაცა მოკლედ რა არ ვიცი ახლა ღმერთმა არავის დააჭიროს ესეთი და ყველა თავისთვის იყოს კარგად ეს ზოგადად მარტო რა ვიცი მსოფლიო ფონიც მოქმედებს თავისთავად ახლა მარტო ჩვენ დამოუკიდებლად კი ვიძახით დამოუკიდებლები ვართ მაგრამ არავინ არ სად არ არის დამოუკიდებელი მთელ სამყაროში ყველა დამოუკიდებელი ვართ და მხოლოდ გიჟია თავისუფალი ხო ხო და ეს დღეები კიდე შევატყე ჩემ თავს რომ აი აქ ანუ მხრებს ასე ჭიმავდი ალბათ როცა რაღაცა ვფიქრობ და საფიქრალი ცოტა მაქვს ესე წევ და ახლა ჩემ თავს ვეუბნები რომ მოუშვი ეს მხრები და ასვენე კუნთებიც კი ამტკივდა ისე მეჭიმებოდა მოკლედ ხო ესეც ის არის შებოჭილობის ისე მოკლედ უნდა გახსნა ეს მხრები და ენერგეტიკას მისცე უფლება რომ მოკლედ იეროგლიფებით ვლაპარაკობ გამგები გაიგებს ხო და კარგით აბა დაგემშვიდობებით არ ვიცი ამ დღეებშიც ალბათ ჩავწერ ვიდეოს მობილურის დატენვასთან შემექმნა კიდე პრობლემა იმიტომ რომ მგონი ან დამტენი მაგ გაფრჩებული ეს ბლოკიც ვჭირდება თვითონ მოკლედ პრობლემა აქვს რა აი რო შეაერთებ და რაღაცას ტუ რო გიწერს რაღაცას და რო არ იტენებ არანაირად მოკლედ დამტანჯა რა ამან ცალკე დავწერ ხო საერთოდ ნათქვამია როცა რაღაცა ფუჭდება რაღაცა ინგრევა იმ რაღაცა კარგისკენ იგება გზაო და კარგით აბა დროებით გაგვეცეთ